რეაქცია შალვა ნათელაშვილი განაგრძობს საღამო მშვიდობის ლეიბორისტების ლიდერი ჩვენი შემდეგი სტუმარი მაშასე ჩვენი ინტერაქტივის შეკითხვა დაარტყა თუ არა ლარის გაუფასურებამ თქვენი ოჯახების ბიუჯეტს დარეკეთ ზარი უფასოა ამ წუთისთვის 21000-ზე მეტი ზარია 21263 ზარია და აქედან 20000-ზე მეტი ოდნავ მაყურებელი ამბობს რომ რა თქმა უნდა დაარტყა რა სიტყვით თქვენ ბატონო შალვა თქვენთან იგივე შეკითხვით დავიწყებ საუბარს გამარჯვებას გისურვებთ რომელიც აუცილებლად წვენგველოდება მიუხედავად ასეთი მძიმე პერიოდის და 20000 კი არა 4 მილიონი და ღმერთმა გვამრავლოს ჩვენი მოქალაქეებიც კი შეიძლება არ იყვნენ თქვათ აი ამ კრიზისის და აი ამ ტრაგედიის მსხვერპლი მაგრამ რო გადახედავენ სიტუაციას როგორ იკეტება ყოველდღიურად მაღაზიები როგორ ცარიელდება დახლები როგორ უფასურდება ლარი როგორ გახდა ის დღეს უკვე 2 და 17 იმ ფონზე როდესაც ბატონმა ბიძინამ გამოგვიცხადა რომ ლარი ჯანსაღად იქცევა რა თქმა უნდა მას ეს პროცესი არ ეხება იმიტომ რომ თავისი 7 მილიარდი და მეტი დავანებული აქვს ოქროში ოფშორებში დოლარებში ევროებში იუანებში ფუნტებში მაგრამ ეს ეხება ლარს ეს ეხება მთელ საქართველოს ეს ეხება თვითონ ჩვენგანს ხო ну ყველაფრის ამის სახელი არის ძალიან სამწუხარო და მარტივი დგება ივანიშვილის მმართველობის უკანასკნელი სტადია სამწუხაროდ ამ სტადიას მეოთხე საფეხურის სიმსივნე ქვია რომელიც მეტასტაზურია და რომელიც მარტო ხელისუფლებაში კი არაა დავანებული რომელიც ინჭყრება იშლება და ინგრევა აგერ დღეს გეკრემათ ბათუმიდან ჩართვა და ამას უშუალოდ გაიგებს ჩვენი ტელემაყურებელი რა ხდება და როგორ გაგრძელდება პროცესები არამედ ამის მსხვერპლი გახდა პენსიონერი ამის მსხვერპლი გახდა ხელფასზე პატარა ხელფასზე დავანებული ადამიანი ამის მსხვერპლი გახდა მცირე ბიზნესი საშუალო ბიზნესი ამის მსხვერპლი გახდა ავადმყოფი კარგადმყოფი ახალგაზრდა სტუდენტი ანუ პრაქტიკულად ივანიშვილის მმართველობამ გამოიწვია კრიზისული მეტასტაზები რომელსაც ვერ განკურნავთ საიდანაც ვერ გამოვალთ მხოლოდ იმით რომ ეკონომიკური ბლოკის მინისტრები გადადგნენ თქვათ ან პრემიერი შეიცვალოს თუნდაც და ახალი პრემიერი მოვიდეს ეს ყველაფერი არის სისულელე როდესაც ნიადაგია დაბინძურებული რომელიც მოსავალს არ იძლევა ნიადაგის ფენას იღებენ მოაქვთ ახალი ჰომუსი იმას ყრიან და იქიდან მოდის ახალი ნიადაგი ასეთი დაბინძურებული ნიადაგი ეს მთავრობა თავისი პოლიტიკით თავისი ხედვით თავისი მენტალობით ეს მთავრობა უნდა წავიდეს მთლიანად ამიტომ დღეს რეჟიმი უნდა ფიქრობდეს ერთადერთ რამეზე არა ტყუილებზე რომ ლარი ჯანსაღად იქცევა და თურმე არაფერი პრობლემა არ არის და არაფერი დაძურება არ წასულა მათთვის რა დაძურება უნდა წავიდეს ბიუჯეტი მათია სახელმწიფო მათია მილიარდები მათია არამედ ისინი უკვე უნდა ადგენდნენ ახალ დემოკრატიულ საარჩევნო კანონს და ფიქრობდნენ ვადამდელ არჩევნებზე. ვადამდელი არჩევნები რამდენადაც ვიცი ჯერჯერობით არ განიხილება, თუმცა თავის ინტერვიუში იგივე ივანიშვილმა თქვა, რომ ნუ გამორიცხვით არაფერი არ უნდა გამოირიცხოს ამ ქვეყანაზე, მაგრამ არის გეგმება ჯერჯერობით. ივანიშვილი ელოდება მის სასახლესთან მიწყვეტილ 100,000-ობით ადამიანს და მხოლოდ მაშინ დანიშნავს ახალ არჩევნებს და რა აუცილებელი ამას დაელოდო. აიღე შეასწორე საარჩევნო კანონმდებლობა, თუ საარჩევნო კანონმდებლობა არ გასწორდა ინგა ეხლა ეს ჩემი აკვეთება კი არ არის. აი ეს უსამართლო საარჩევნო ნორმები თუ არ მოვიდა ელემენტარულ ჰარმონიაში მსოფლიო დემოკრატიულ წესრიგთან. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა რევოლუციას მოაწყობს არჩევნების შემდეგ. თქვენ ფიქრობთ რომ ეხა არის რევოლუციის განწყობა? ხომ არ ფიქრობთ რომ ასე არ არის? შეიძლება დაუშვათ რაღაცა დოზით ამომრჩეველი დაკარგა, ყველა ხელისუფლება კარგავს ხოლმე მოსვლიდან 2 წლის მერე რაღაცა პროცენტებს თავისი ამომრჩევლის, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ რომ ძალიან ჰიპერბოლიზაციას ახდენთ, როცა ამბობთ რომ აი რევოლუცია არის დღეს ეს განწყობა? იგრძნობა? არ იგრძნობა მე მგონი. რევოლუციური განწყობა წინასწარ არ ანონსდება. რევოლუციური განწყობა თანდათან ევოლუციურად გროვდება თითოეულ ჩვენგანში, უკმაყოფილობის სახით, აი ამ ლარის ინფლაციის სახით, უმუშევრობის სახით, ხელისუფლების უნარობის და ფუქსავატობის და მომხეჭველობის შედეგად და მერე ეს პატარა მდინარებები უცბად შეკრავენ ძალიან დიდ საერთო კალაპოს გააკეთებენ და წამოა რევოლუცია, არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება, აი რაც უკრაინას დაემართა. უკრაინას დაემართა რა? რუსეთი? კი, შეიძლება იქ რუსეთი დაემართა უკრაინას ბატონო შალვა. არა მარტო რუსეთი დაემართა, იქ კი ბატონო, იქ არის დიდი სახელმწიფოების ჭიდაობა გავლენის სფეროებისათვის, რაშიც რა თქმა უნდა რუსეთია ჩართული, რომელიც თulis ამ ტერიტორიას თავის მონოპოლიურ ზონად
ისევე როგორც თქვა, ევროპა მას არასოდეს არ გაიზერებს და თვლის, რომ უკრაინა არის ევროპის ნაწილი და არც თუ უსაფუძვლოდ, მაგრამ თავი და თავი ყველაფრის იყო იგივე, რაც საქართველოში ხდება. ოლიგარქების მართლობა, ოლიგარქების, მილიარდელების, მილიონერების ადგილი, ჩემო ძვირფასებო, არის ან ციხე თუ მოიპარა მან. რატომ? იმიტომ რომ თუ რა მოიპარა ივანიშვილმა საქართველოში? რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი ჩიკაგოში მოიპარავს თუ თბილისში? ქურდი ხო ქურდია. მან მოიპარა რუსეთში. მათ შორის მოიპარა ჩვენი წინაპრების მიერ შრომით, ოფლით და სისხლით მოგროვილი ობლიგაციები, მოგროვილი მანეთები, მოგროვილი სტრატეგიული სიმდიდრე. მოიპარეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი მოიპარა. ეხლა ჩვენ თუ გვინდა ვთქვათ, რომ ვიმეორებ ტორონტოელი ქურდი თბილისში ქურდად არ ჩაითვლება, ნუ ეს ელემენტარულად ფსიქოლოგიური და იურიდიული ცდარობა იქნება. ამიტომ თუ ოლიგარქმა მოიპარა, მან უნდა ქონება დააბრუნოს და ჩაჯდეს ციხეში, ან მინიმუმ თუ არ ჩაჯდება ციხეში, კომპენსაცია აი ამ დაბრუნების გზით მოახდინოს, ან უნდა წავიდეს ბიზნესში, უნდა ბრძანდებოდეს ეკონომიკაში, ქმნიდეს სამუშაო ადგილებს, იხდიდეს გადასახადებს ჩვენთან საქართველოში და უკრაინაში, უკუღმა წავიდა პროცესი. ოლიგარქები, ანუ მილიონერთა პარტიები ადგენენ გადასახადს, მართავენ ქვეყანას, ბიუჯეტს ირგებენ თავის ინტერესების ტყავზე, გადასახადებს არ იხდიან, პირიქით მოგროვილი მილიარდები გადააქვთ ოფშორებში საზღვარგარეთ, შესაბამისად იწყება შიმშილი, იწყება კრიზისი, იწყება რევოლუციები, იწყება ქაოსი, რომელშიც ყველა ერთვება მე. ნებისმიერი ოპონენტი ეხლა გეტყოდათ, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აქეთ თუ აქვს ჩადებული უამრავ პროექტში ფული და ძალიან ბევრი საქველმოქმედო საქმე აქვს გაკეთებული, პირიქით არაფერი მას არ მოუპარავს და როცა ამბობთ, რომ ბიუჯეტს ირგებენ საკუთარ ჯიბეზე, ვერ დააბრალებთ ხო მე მგონი ბიძინა ივანიშვილს, რომ ის ბიუჯეტის ფულს იდებს ჯიბეში. თქვათ ეხლა ძალიან მინდა ინგა რომ თქვენ ბრძანდებოდეთ სწორი და ჩვენ გვყავდეს ლიდერად, არდეს ფაქტობრივი ლიდერია, ადამიანი, რომელიც უკანასკნელ კაბინს გაიღებს ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის, რომელიც არ მოატყუებს არავის, რომელიც არ წარმოაჩენს შავს თეთრად და თეთრ შავად. სამწუხაროდ ჩვენ ხელში შეგვჭა საუკუნის სრუ და მატყუარა, ჩვენ ხელში შეგვჭა საუკუნის გადამგდები, დიდი ქველმოქმედის ნიღბით შემოსილი, რომელიც როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში, საერთოდ მიატოვა ყოველგვარი ქველმოქმედება, დამისახელეთ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ივანიშვილის მიერ, მის მიერ დაფინანსებული ერთი ქარხანა, ერთი ფაბრიკა, ერთი სკოლა, ერთი ინსტიტუტი, ერთი ადამიანი. არა, ისევ აფინანსებს აი ამ სახეობებს და არტისტებს, ვინც სჭირდება იმისათვის, რომ საარჩევნო პროპაგანდისთვის გამოიყენოს, ისევ იმათ აფინანსებს და დანარჩენი. მან 3 მაგაც წაიღო ის, რაც კი დახარჯა და 5 მაგა და უფრო მეტ მაგაც წაიღო. მან მთელი ქვეყანა გააფორმა საკუთარ ბიზნესად, მან წაიღო ოქროს საბადო და კვარციტი, მან წაიღო მთელი აი ეს სავაჭრო ქსელები, იგივე კარფური, რომელშიც მილიონები იყრება ჩვენი ჯიბეებიდან, ეს არის მისი და ფრანგი მილიარდელის არნოს საკუთრება, ეს ალბათ თქვენ კარგად მოგეხსენებათ. მან წაიღო სამშენებლო ბიზნესი მთლიანად, მან წაიღო სათამაშო ბიზნესი მთლიანად, მან შექმნა თანაინვესტირების ფონდი, ეს არ არის არც პიარი და არც მონაგონი პოლიტიკოსის თავში რაღაცა ანტიევროსტელო დაბადებული აზრი, ეს არის ფაქტი. მან შექმნა თანაინვესტირების ფონდი და თან წაიღო აი ვისაც ედავებოდა და ეუბნებოდა, რომ თქვენ სააკაშვილის მაფია ხარ და მე თქვენ დაგიჭერდა ან მინიმუმ წაგართმევ და უკან მოგატაინებთ, ყველას იქ მიატაინა ეს მილიარდები, 6 მილიარდია თანაინვესტირების ფონდში და ამ თანაინვესტირების ფონდის მონაწილეები არიან ვინ? ვასაძეები, ბეჟუაშვილები, ჩოჩელები, აი ეს მთელი ეს ბანდა, მაფია, რომელიც პარცავს ამ ქვეყანას და რომელიც გადასახადს არ იხდის ბიუჯეტში, ამის გამო სუსტება, როდესაც არ შედის გადასახადი ბიუჯეტში და როდესაც ვალუტა ფაქტორები აქ არაფერ შუაშია. იგივე ვიზებთან დაკავშირებული პრობლემები და მთელი ის ფაქტორები, საგარეო ფაქტორი რატომ მაინც და მაინც მოქმედებს, რაც კარგი საგარეო ფაქტორია, ის რატო არ მოქმედებს ქვეყნის შიგნით, როდესაც ბენზინის და ნავთობის ფასი შემცირდა 70%-ით, აქ რატო არ შემცირდა 70%-ით და მარტო 10% რატო ჩამოაკლო პარლამენტში ჯდარმა გოგი ლიპარტელიანმა, ენუქიძემ, ამბროლაურის მაჟორიტარმა, რომელიც ასევე ნავთობმაფია და ბატონმა ივანიშვილმა, რომელიც ლუკოილის ფლობელია და კიდევ სხვა მენავთობებმა, რომლებიც პოლიტიკაში არიან, რომლებიც სვეტავენ, ჩვენ რამდენი უნდა გადავიხადოთ გადასახადი და თვითონ არ იხდიან
მათ მაგივრად ჩვენ ვიხდით გადასახადს და ხალხს აღარ აქვს მეტი საშუალება რომ ასე გაიწელოს და შეავსოს ეს ბიუჯეტი კრიზისული ეკონომიკის და თვითონ არ შემოაქვთ ვალუტა, არ იხარჯებიან, არ წვალობენ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა მათთვის არის გამოსაყენებელი სივრცე, ეს ქვეყანა მათთვის არის ფულის საშოვარი ადგილი, მაგრამ მათ მილიარდერ ლივანიშვილს რომ გამოეყენებინა ქართული სივრცე. აი მართლა მაინტერესებს თქვენგან. რაში ჭირდებოდა ამდენი მილიარდის პატრონი ივანიშვილს, აი ეს ქართული სივრცე რომ გამოეყენებინა თქვენ როგორ ქართული სივრცე რო არ ყოფილიყო და აქ რო არ დამალულიყო ბატონო ბიძინა ივანიშვილი 90-იანი წლებიდანვე ხო მას აი ამ არმად ნაშრომს აი ამ მილიარდებს ჯერ თეთრები მოაკითხავდნენ მერე შავები მიაკითხავდნენ მერე ფიაზბე მიაკითხავდა მერე პროკურატურა მიაკითხავდა მერე კონტროლის პალატები მიაკითხავდნენ და არაფერს არ შეარჩენდნენ მან აი ამ ფულის გადასარჩენად საქართველოს აიფარა წინ როგორც მაშველი რგოლი ჩვენ ვართ აი ტერორისტები დააყენებენ ხოლმე წინ ბავშვებს და ქალებს და ეუბნებიან სპეცრადსვა და ესროლეთ ამ ბავშვებს და ქალებს აი ესე აგვიყენა წინ მოთავს და ჭორვილაში და შუშის სასახლეში რატო არ გადის გარეთ რუსეთში არ ჩასულა რამდენი წელია 15 წელია ვერ ბედავს ჩასულას იმიტომ რომ იქიდან ისეთი ამბები და ისეთი კუდები აქვს რომ არ აქვს გარანტია რომ მშვიდობიანად დაბრუნდება საფრანგეთში იყო ცოტა ხანი მაშინ რატო არის მის მიმართ მოდვიად ბრალდება რომ იგი რუსული ინტერესზე ემსახურება რომ რუსეთის მოყვანი ყველას ინტერესებს სადაც იშოვება ფული და სადაც ინახება ფული რუსეთის ინტერესებს ის მოემსახურება იმ დონეზე რა დონეზედაც მის ფინანსურ კეთილდღეობას არ შეექმნება საფრთხე ისევე როგორც მოემსახურება დასავლეთის ინტერესებს იმ დონემდე რომ იქ დავანებული მისი მილიარდები არ იქნას დაყადაღებული და საფრთხის ქვეშ დაყენებული ამ ხალხს განა იმიტომ რომ ცუდებია მათი პროფესია მოგება სადაც არ უნდა იყვნენ ეხლა პოეტი სადაც არ უნდა იყოს ხო ის ფიქრობს რითმებზე მუზამოზდის შეიძლება სრულად უადგურ ადგილას მოუნდეს ლექსის დაწერა და ვაჟებშაულა ახლა მაბატეი შედარებისათვის ვის ვადარებ ამ გენიოს ვაჟებშაულას მაგალითად ხურჯინის სახსე ქონდა ის პირდაპირ წერდა იმ ქაღალდის ნაგლეჯებზე რაც შეშოვებოდა galaktionი ვთქვათ ხო ყველას თავი მასწავლებელი ფიქრობს გაკვეთილი როგორ წაიყვანოს ხარატი ფიქრობს როგორ უკეთესად გამოჩერხოს მაგრამ მილიონერი ფიქრობს რომ როგორ დაუმატოს 100 მილიონს კიდევ 100 მილიონი მილიარდელი ფიქრობს როგორ დაუმატოს 7 მილიარდს კიდევ მინიმუმ 7 მილიარდი ეს ინსტინქტია ინგა და მაბატეა და ამიტომ კაცობრიობამ უარი უთხრა მილიარდელებს და მილიონერებს პოლიტიკურ ძალაუფლებაზე ამიტომ გაყო ჟან-ჟაკ რუსოს და ვოლტერის თეორიამ ხელისუფლებისგან ბიზნესი და ამიტომ წერია ყველა ქვეყნის კონსტიტუციაში რომ თუ ბიზნესს ეწევა დეპუტატი და შენ შემთხვევაში მთავრობის წევრი მას უწყდებათ უფლება მოსილება და ამიტომ არის რომ ჩვენ შევიტანეთ პარლამენტში 17 ბიზნესმენზე წერილი რომლებიც ეხლაც იგებენ ტენდერებს აგერ ვიღაცა ხაბულიანია იმიდან ცაგერის დეპუტატი მილიონერი და ამასთან მოუგია ტენდერი და გამოვიდა ტელევიზორში და ასაბუთებდა რომ კანონიერად მოიგო ვიღაცა ედავებოდა გახსოვთ თქვენ ნანეტაშვილი რო გააგდეს პარლამენტიდან ბიზნეს უთავსებო სადეპუტატო საქმიანობასო ტრიალეთის გაჭირვებულები კაპიქს ეძებდნენ რა ბიზნესი ეგ იყო ხო თქო მაგრამ ამ ამაცხონებულებს რომ 300 მილიონი აქვს ბეჟუაშვილს რომ 800 მილიონი აქვს და იმავდროულად ბეჟუაშვილს განიხილავს ნაციონალების იმათ რა ქვია და იმავდროულად მილიონები მიატანია თანაინვესტირების ფონდში ხო აი ახლა სად არის სიმართლე სად არის კეთილი და ბოროტი ვინ ვის ებრძვის ვეღარ გაიგებს კაცი აგერ ახლა ის მიდის რა ქვია ღირსების მსვლელობა მიდის კიევში და ჩავიდა ჩვენი ხელისუფლება მათ შორის მართველი პარტიის წარმომადგენლები მიდიან და ერთად იღებენ იმ ხელისუფლების წარმომადგენლებთან მონაწილეობას ღირსების მარშში, ვისაც თვითონ მებრძვიან არ უნდა ჩავიდეს აბა პრეზიდენტი, მაშინ რა ვქნათ, უნდა გავემიჯნოთ უკრაინას ბატონშავა? იმის გამო რომ დაუშვათ იქ წამყვან თანამდებობებზე იმის მიუხედავად რომ დანიშნეს სააკაშვილი, საყვარელიძე და ასე შემდეგ კვიტაშვილი. თუ შენ რეალურად ებრძვი პოლიტიკურ ძალას, აბრალებ მას, ქვეყნის დაქცევას, ომის დაწყებას, ტერიტორიების დაკარგვას და არც უსაფუძვლოდ ხო? კრიზისს და ყველგან უბედურებას და შეთქმულებას და თუ ამ ძალას შენ ვიღაცა უკვე გიქცევს ალტერნატივა და ხელისუფლებას აბარებს 50 მილიონიან ქვეყანაში და ეს ნიშნავს რა სხვადასხვა გიზალა უკან მოტრიალდება ამ ხელა რესურსით თქვენ წარმოგიდგენთ აქვს ნაციონალურ მოძრაობას შანსი რომ მოტრიალდეს უკან ხელისუფლებაში აი ახლა ბათუმიდან დაიწყება ჩართული ნაციონალები უკვე მოვიდნენ ხელისუფლებაში ხო არ დაგინიშნონ აჭარის პრემიერ-მინისტრად მიხეილ სააკაშვილი რაც ვირას იტყვის ერთი ჰა ეს შეუძლია თავისუფლად გააკეთოს შესაბამისად ერთად მიდიან მარშში ერთად იღებენ მონაწილეობას ანუ ეს არის მილიონერთა პარტიები ესენი დაყოფილი არიან ფორმალურად შეიძლება აჭარაში ნაციონალი მოიყვანონ ეხლა მართლმადიდებლური პარტია ამ წუთში აჭარაში ჩვენ გვექნება დებატები რამდენიმე ვისაც უნდა იმას მოიყვანონ
ვისაც უნდა იმას მოიყვანენ. ანუ რას ითხოვთ, რომ პრეზიდენტი არ ჩავიდეს გავემიჯნოთ უკრაინას გამოვაცხადოთ? მე ვითხოვ ერთადერთ რამეს. დროზე ივანიშვილმა გაასწორებინოს საარჩევნო კოდექსი, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, მოგცეს საშუალება, რომ ივანიშვილის რეჟიმი გავისტუმროთ მშვიდობიანად და არ დაუშვათ სააკაშვილის რეჟიმის რეანიმაცია და აღორძინება. თუ ეს არ მოხდება, დღეს და ხვალ ზეგ იქნება გვიან და იქნება ძალიან ძიმე შედეგებით გაგრძელებული მთელი ეს პროცესები. იგი თავის ბოლო ინტერვიუში ამბობს, მაგრამ მე გაკოტრებულ პოლიტიკოსებთან არ უჯდები, არც კი ვპასუხობ, აღარც კი ვპასუხობ და საერთოდ კომენტარს არ ვაკეთებ. ნაწყენი ხوارხართ ასეთი შეფასება რომ მოისმინეთ ივანიშვილისგან. არა, ეხლა მე ჩემს მიმართ ეგეთ შეფასებები და უარესი ბევრი მომისმენია, მათ შორის ივანიშვილისგან. მე ნაწყენი ვარ იმის გამო, რომ ქართველი ხალხი მათი სითბო, მათი სიყვარული, მათი ნდობა, მასხარა დაიგდო, ვერცხლზე დაახურდავა, მაპატიე და ფეხებზე დაგვიკიდა, დაპირებები უკუღმა შეგვისრულა, ლარი გამოაცხადა ჯამთელად, ეკონომიკა ამუშავებულად, შიერი მაძღრად, დაუსაქმებელი დასაქმებულად, შეეცადა რომ თვალი აეხვია ჩვენთვის და ასე თქვა ეს ბინდი ჩაიყენებინა, რა თქმა უნდა არ გამოვიდა და ხალხი ძალიან სერიოზულ პასუხს გასცემს უაღრესად მალე, რა თქმა უნდა ჟობდა ჩვენს ხალხს, ჩემთვის დროზე დაეჯერებინა, როდესაც მილიონერებს აძლევდა ხმას, ხან ახლა არ მინდა ჩამოთვალო ვის და ვის ხან მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, აგერ რამხელა რეიტინგი ქონდა 90-იან წლებში მილიონები იშოვეს და დღესაც პარლამენტში შედან, ხო გახსოვთ, აი ვინც იტყვის დღეს ხალხო ერთი რაღაც დაიხსოვეთ ჩემგან. გნებავთ ნუ გაიზიარებთ. რო ავირჩიოთ, ფული აქვს და აღარ მოიპარავს. ვინც აი ამას იტყვის, ის არის საქართველოს დაუძინებელი მტერი. უფრო დიდი მტერი, ვიდრე თქვათ იყოს შეიძლება ეს ხელისუფლება ან საგარეო ფაქტორი. და ერთი რამ იცოდეთ, თუ მილიონერს ვიმეორებ აქვს მილიონი, ის პოლიტიკაში მოდის იმიტომ, რომ იშოვოს 10 მილიონი. თუ აქვს 1 მილიარდი, მოდის პოლიტიკაში იმიტომ, რომ იშოვოს რამდენიმე მილიარდი და სხვანაირი მილიონერი და მილიარდელი დედამიწის ისტორიას არ ახსოვს და ჩვენთანაც კეთილშობილი და ანგელოზი მილიონერები არ დაიბადებიან. იცოდეთ, როგორც კი გადაწყვეტს მდიდარი მილიონერი პოლიტიკაში მოსვლას. იცოდეთ, რომ ის არის თქვენი მომავლის, თქვენი ოჯახის, თქვენი შვილების მტერი, ის არის ოპიუმი თქვენთვის, რომელსაც უნდა რომ ბანგით გაგაბრუოთ საარჩევნო კამპანიის პერიოდში, გაიღებს კი იმ 10 ლარს, იმ 2 მაკარონს სამსახურში მოგაწყობს, შეგვიდება ყველაფერს, ჯვარი გვეწევს, მიცვალებულს დამარხავს, მარხავ ხო მიცვალებულებს საარჩევნო კამპანიის პერიოდში და მე ავიწყდებათ ის კი არა, ეხლა მთლად თბილისის გამგეობებში ჩასასვენებლების ყიდვა დაუწყეთ წინასწარ. ნაცვლად იმისა, რომ ადამიანებს შეუქმნან პირობები, რომელიც მათ არ დახოცავს. ვადაზე ადრე არ წაიყვან სამ ქვეყნიდან სამუშაო მისცენ, საჭმელი მისცენ, პენსია მისცენ, ელემენტარული დაპირებების 10% შეუსრულონ, პირდაპირ კობუები დაიწყეს. ეხლა ამ ხელისუფლებას ვინმე გააჩერებდა მსოფლიოში? ამათი გაჩერება და თქვენ მეკითხებით, კიდე რევოლუცია არ იქნება. როგორ არ იქნება? შეიძლება დაიწყოს კობუების რევოლუცია მათ წინააღმდეგ. კარგით, ბატონო შავა, როდესაც და ნებისმიერ დროს სხვათა შორის ისეთ დაძაბული ვითარება საქართველოში და საქართველოს გარშემო, რაც ხდება აი ამ გეოპოლიტიკური რღვევის არეალში, ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში, უკრაინიდან დაწყებული, თქვათ ეს კავკასია, იქით შუა აზია ფეთქდება ძალიან ცუდად და რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, რასაც აკეთებენ ისლამური სახელმწიფოს, თქვათ იგივე ბაევიკები, ეს კოლექტიური საშინელი სიკვდილი დაჟიები და თავის მოჭრები და დაწვევი, ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ გვიახლოვდება დიდი გეოპოლიტიკური ქარიშხლები, რომელსაც უნდა შევხვდეთ გამართული, შემართული, ძლიერი ხელისუფლებით, პატიოსანი მთავრობით, სიტყვის პატრონი და წესიერი მინისტრები და დეპუტატები და არა ესეთი კორუმპირებული, უცხოეთში გასაქცევად გამზადებული, საზღვარგარეთ მოქალაქეები. ბატონ ივანიშვილი, ახლა პირდაპირ გეტყვით კონკრეტულ ფაქტს. ოლანდმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა თავისი მოღვაწეობა რითი დაიწყო? რითი აგრძელებს? დააწესა სიმდიდრის გადასახადი. ანუ რაც ესაც ხო ნათელაშვილი არა, ესაც ხო ლეიბორისტული პარტია არ არის, ესაც ხო საქართველოს არა, ხო? ესაა საფრანგეთი კაპიტალიზმის სამშობლო, რომელმაც შვა აი ეს საბაზრო ეკონომიკა, ხო? დააწესა სიმდიდრის გადასახადი და თუ აქვს კაც 1 მილიარდი, ის იხდის 300-400 მილიონს საფრანგეთის ბიუჯეტში. ამის გამო იყო რომ ის არნო, აი კარფურის ფლობელი და ივანიშვილის პარტნიორი გაიქცა საფრანგეთიდან და მიიღო ბელგიის მოქალაქეობა და ჟერარ დეპარტიე, რომელსაც ჩემი თავობა განსაკუთრებით ძალიან დიდ პატივს სცემს, ცნობილი მსახიობი და აქტიორი, დატოვა საფრანგეთის მოქალაქეობა და რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, რომ არ გადაეხადა ეს დიდი გადასახადი, მაგრამ სხვა მდიდრები იხდიან. ბატონი ივანიშვილი იხდის ასეულობით მილიონ ევროს საფრანგეთის ბიუჯეტში, იმიტომ რომ ის არის საფრანგეთის მოქალაქე. ბატონი ივანიშვილი საქართველოს ბიუჯეტში არაფერს არ იხდის.
არ იხდეს, იმიტომ რომ მას საქართველოს არაფრად არ მიაჩნია. მისთვის თავარი აი საფრანგეთის მოქალაქეობა, რადგანაც სწორედ საფრანგეთის მოქალაქეობა არის ხელშეუხებლობის გარანტია, რომ ამდენი ბოროტება, ამდენი დაცინვა, ამდენი მასხარა დაგდება, მას შერჩევა, მაგრამ ვიმეორებ, საფრანგეთის მოქალაქე იყო, სხვათა შორის ის ცნობილი ბოკასა, ცენტრალური აფრიკის იმპერატორი, საფრანგეთის არმიის კაპიტანი იყო, მეცაც გეტყვით, მაგრამ ის დამხობას და ძალიან ცუდ ფინალს პოლიტიკაში ვერ გადაურჩა. საფრანგეთის და გერმანიის მოქალაქეობა არ არის საშველი მარტო იმ დროს, როდესაც შენ ამხელა კატასტროფულ ნაბიჯებს გავს ქვეყნის. ბატონო შავა, ერთი კითხვა უნდა დაგისვათ კიდე და დაგემშვიდობებით, თქვენ ბრძანდებით იურისტი, კარგად იცით სამართალი და მე მაინტერესებს თქვენ, როდესაც ამბობთ, რომ აი წაიყვანეს იქ დაგვინიშნეს უკრაინამ ჩვენი წინა ხელისუფლების წარმომადგენლები. ამ ადამიანებზე, იგივე სააკაშვილზე, რომელსაც აქვს წაყენებული ბრალი, არის გამოცხადებული ძებნა და ყოფილი ხელისუფლების იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც აქტიურად გადაადგილდებიან წითელ ცირკულარში არის მაგალითად ადეიშვილი შეყვანილი, მაგრამ ეს პრობლემას არ ქმნის, რომ იგი დააფიქსირონ ნებისმიერ ადგილას. მე ერთი კითხვა მინდა როგორც იურისტ დაგისვათ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, აი ეხლა ამ რეალობაში, როცა ისინი უკვე უკრაინის ხელისუფლებაში ძალიან სერიოზულ პოსტებზე მოვიდნენ და თვითონ სააკაშვილი როგორ წარმოგიდგენიათ სამართლიანობის ეგრეთ წოდებული სამართლიანობის აღდგენა, რასაც ქართული ოცნება პირდებოდა ხალხს. ანუ ამ ადამიანების რეალურად ჩამოყვანის და პასუხისგებაში მიცემის შანსი აქვს დღეს ხელისუფლებას თუ არ აქვს? რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული ტრიუკი. ბატონმა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ არანაირი ჩამოყვანა და ინტერპოლის ძებნის გამოცხადება უკვე აღარ მოხვდება ამ პიროვნებების, რადგანაც მან სამუდამო ინტელიგენცია უძღვნა აღნიშნულ ლიდერებს თუ ხელმძღვანელებს თუ ვინც იყვნენ, როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში პარლამენტს არ დააწყებინა იმპიჩმენტის პროცედურა მის წინააღმდეგ. ეს არ გააკეთა, როდესაც მან გამოაცხადა კოჰაბიტაცია ნაციონალურ მოძრაობასთან, როდესაც მან აღიარა ოფიციალურად ნაციონალური მოძრაობა როგორც ოპოზიციური ძალა. დღეს ნაცები ჩემი კოლეგებია, ხო, ბედის დაცინო, მაგრამ ფაქტია. ისეც ოპოზიცია, მეც ოპოზიცია ვარ, ახლა ამას ვერ წარმოიდგენდი 5 წლის წინ იგივე, ხო? ვერ ჩემ წარმოიდგენდი, როდესაც აი აქ შემოვარდა ტელევიზიაში ის ვინ შემოვარდა. შესაბამისად, ივანიშვილმა მოახერხა რეჟიმის გადარჩენა. მე არ ვიცი ახლა ეს განზრახ გააკეთა თუ შეუგნებლად გააკეთა. არანაირი გამართლება ისტორიაში არც ერთი მოტივის და არც მეორე მოტივის შემთხვევაში მას არ იქნება და ის ძალიან მკაცრად აგებს პასუხს ერის, ბერის და ისტორიის წინაშე. მე მინდა კიდევ ერთხელ მოუწოდო ხელისუფლებას, გონს მოდით, გაემზადეთ წასასვლელად, მოამზადეთ შემოდნები და გაამზადეთ საარჩევნო კანონის ახალი ვარიანტი, თუ გინდათ წახვიდეთ მშვიდობიანად. სხვა შემთხვევაში თქვენი პოლიტიკა ვერც ლარს გააჩანზაღებს, ვერც ქვეყანას, ვერც საზოგადოებას, ვერც ადამიანებს, თქვენ გაუშვით ხელიდან ისტორიის მიერ მოცემული და ბოძებული გამოსაცდელი შესანიშნავი პერიოდი. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ, მადლობა რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას, მადლობთ. ეს იყო ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მე ვიმეორებ ჩვენი ინტერაქტივის შეკითხვას, როგორ აისახა თქვენი ოჯახების ბიუჯეტზე ლარის გაუფასურება. დღეს